თუ არა ქვეყანაში შექმნილი ეს უმძიმესი ვითარება და ის რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის de facto ხელისუფლებას ეხება და იმ კულუარებს და იქ გადაადგილებებს, ჩვენ შეგვეძლო რამდენიმე ესე სერიოზული ვერსია განგვეხილა საკმაოდ სახალისოებიც მათ შორის. აი რა ხდება ხოლმე, როდესაც ავტორიტარიზმის რაღაცა საფეხურები გადის, რაღაც ეტაპები გადადის, მე რა ემართება იქ ადამიანებს, ვინცაც ტრიალებს ის კარუსელი და შემდეგ. მაგდენ დრო არ გვაქვს და ალბათ არც ახლა ამის დრო არის, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კი უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თქვენ ძანეთ რომ აი რაღაცა ეპოქა დასრულდა იმათი ყოფნის და ეს კიდევ უფრო რამე სხვაზე ხომ არ შეიძლება მიანიშნებდეს. ივანიშვილის ეპოქა ხომ არ სრულდება იმ აზრით რომ მან გადაწყვიტა რაღაცნაირად პასუხისგებლობა მოიცილოს, რაც მას არასდროს არ უნდოდა, ამიტომ არ უნდოდა არანაირი თანამდებობა, უნდოდა რომ ყოველთვის ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ისეთ პედესტალზე, თუ რა ვიცი, სადღაც რომ ყოფილიყო ბრძენი, რაღაცა მომგვარებელი საქმეების და ასე შემდეგ. ფორმალურად მაშინ საპატიო თავმჯდომარეობიდანაც ხო არ უნდა წავიდეს, რომ თუ ამ ხაზს მე მინდა გავიხსენოთ, რომ ხომ წავიდა, ხომ შეეცადა, ხომ ცდილობდა თითქოს. მე მობრუნდა, იმიტომ რომ რაღაცის გამო გაუჭირდა და ახლა რაღაცის გამო იმაზე მეტად ხომ არ გაუჭირდა, ვიდრე უწინდა, ახლა ისევ წასვლის თემაა. ახლა მე ამ თემაზე რატო საუბრობ, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ვერსიები. ის რაც ხდება საქართველოს გარშემო დღევანდელ მსოფლიოში, ეს შესაძლოა არ აღელვებდეს თქვენს მიერ ნახსენებ რამდენიმე პიროვნებას ოცნებაში. იქ წულუკიანი დინარაძე კიდევ როცები ახსენებთ, იგივე გომელაური თვითონ. იმიტომ რომ ეს ხალხი ხომ თვითონ პერსონალურად არაფერზე პასუხს არ აგებს, არავინ არაფერს არ ეკითხება, ამიტომ მუდმივად ვეღელსაზეა მინდობილი რომ ის მოაგვარებს საკითხებს, ის დაალაგებს. თუმცა უკვე მასაც შეეხო და აღელვებს, იმიტომ რომ მაგნიცისიაში რო იქნება ადამიანი. არ გაღელვებდეს, კაი, ღამიარ და გეძინება. ამ ვითარებაში ხომ არ გვაქვს ჩვენ ისეთი ვითარება, როდესაც ერთი მხრივ ივანიშვილს ძალიან შეეხო ეს ყველაფერი და მას რა დამოკიდებულება აქვს თავისი ქონებისადმი და აქ შექმნილი ხიფათებისადმი ეს ვიცით, მეც ვიცი, თქვენც იცით, მე ისეთი აღარაფერი ვიცი, რაც თქვენთანაც არ მისაუბრია ამ თემებზე და ეს თითქმის პარანოიული დამოკიდებულება იმისადმი რომ მას ვიღაცა რაღაცას ერჩის, შეიძლება წაართვას ეს ხან პუტინია, ხან დასავლეთია, ხან ბაჩიაშვილია, ხან რა ვიცი, შეიძლება მე და თქვენ ვართ კიდე რაღაცაში ხელს უშლით. ანუ ეს გამძაფრებული და სადღაცამდე აყვანილი განცდა და დამოკიდებულება ქონებისადმი, ფინანსებისადმი, რა ვიცი, სიმდიდრისადმი და ამას უკვე შეეხო ძალიან ბევრი რამ და გაცილებით მეტი იცის მან სად და რას შეიძლება კიდევ შეეხოს. ამასთან ერთვის ის სრულად არაპროგნოზირებადი ვითარება, რაც შეიქმნა იმ ორ სახელისუფლებო ცენტრს შორის, რომელიც მისთვის ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი ძალა, ეს არის მოსკოვი და ეს არის ვაშინგტონი. ორივე ადგილზე არის საკმაოდ რთული ვითარება და არაპროგნოზირებადი და ამ ცენტრებს შორის ურთიერთობაში ასევე რთული და არაპროგნოზირებადი ვითარება. ცხადია, მისი ნომერი პირველი არჩევანი იყო ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან პუტინი მიხმარებოდა რაღაცების დალაგებას და ვთქვათ, მოეგვარებინა ვითარება, რომ რომელსაც თავი აქვს დასალაგებელი და ვერ აგვარებს. ანუ ვითარება იცვლება. აქვე ვახსენოთ მაინც ბატონო დავით, ჩინეთთან ტრამპის დაძაბულობის ესკალაცია შეიძლება მონაგონი იყოს იმასთან, რაც ახლა პუტინთან მწიფდება. ამ თვალსაზრისით იქ უკვე საჯაღიად გამოტანილი, სერიოზული, ამას კი სატარიფო ომს ეძახიან თუ სავაჭრო ომს და ასე შემდეგ, მაგრამ უზარმაზარი დაძაბულობის მასშტაბია. ჩინეთი ბოლო წლებში იყო გარკვეულწილად მაშველი რგოლი, რომლითაც საკუთარ მომხრეებსაც ახალ რაღაც ზღაპრებს თავაზობდნენ იმის საკომპენსაციოდ, რომ პირდაპირ არ ეთქვათ, რომ ხო რუსეთია ჩვენი მეგობარის მხოლოდ. არა, აი ჩინეთი თავისი სიმდიდრით, გავლენებით და ასე შემდეგ. დივერსიფიცირებას მეგობრების. არაბულ სამყაროსთან ეს არ და ვერ გამოუვიდათ, ის ცოტა სხვა სამყაროა და ასეთ ამბებში არ მონაწილეობენ როგორც წესი. ჩინეთი თითქოს შემოიყვანეს როგორც ასე ხო რაღაც გაშლა
იმ ურთიერთობებს, აი ევროპა რა, ჩინეთი მაშინ ევროპა 1% იზრდება, ჩინეთი 5%-ით. ამ ასე ელაპარაკებიან ისინი თავის ამორჩეველს, რომ დაარწმუნონ, რომ ეკონომიკურადაც და ყველა თვალსაზრისით აგერ არის ჩვენი მეგობარი. ახლა ამ სამივე ცენტრს შორის ურთიერთობები უკიდურესად არაპროგნოზირებადია მინიმუმ მეტს გავშილთ ახლა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მისი შფოთვები არის ძალიან სერიოზული. და შეუძლებელია მისი შფოთვები არ უკავშირდებოდეს იმ ვითარებასაც, რაც ქვეყანაშია. მან შეიძლება რამე საჯაროდ აღიაროს ან არ აღიაროს, მაგრამ ხედავს რა ხდება ქვეყანაში. მან ვერ მოახერხა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თავის ჭკუაზე გადაყვანა. ანუ იმ ჭკუაზე გადაყვანა, რომ ახლა მოსახლეობის უმრავლესობა ტაშს უკრავდეს იმ წულუკიანის დამოკიდებულებას იმისადმი, თუ რა არის სამშობლო, რა არის თავგანწირვა, რა არის ომი, ასე დროს ვინ როგორ უნდა იქცეოდეს და ასე შემდეგ. არც მას დაუკრეს ბოდიშის დროს ტაში, მაგრამ მისმა ყველა ქვეშევრდომმა გააგრძელა ეს პოლიტიკა. არ ფიქრობთ, დავით, რომ ეს არის უკვე წერტილი, როცა ღიად უნდა თქვან მათ ეს აქვთ დავალება, ეს არის მოცემულობა ჩრდილოეთიდან, რომ აღარ არის საკმარისი მარტო ის, რომ ევროპა არა და ვაჩერებთ რაღაცას, უკვე ღიად უნდა თქვან, რომ რუსეთს არ დაუწყია ომი, რომ იქ რაღაცა მეტი ეკონომიკური ბმა შეიძლება, ჩვენ რაღაც ფორმატებში შეიძლება შევიდეთ, შეიძლება იყოს ეს შემდგომი ეტაპი, რომელიც ღიად თუ არ იტყვი ამას ვერ გააკეთე პირდაპირ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღიდანვე კი ქართული ოცნება უკვე იძულებული გახდა ძალიან ბევრი რამე ღიად განეცხადებინა და ღიად გაეკეთებინა. ასე კი გეთახმებით იყო პერიოდი, როდესაც ევროპა არ ვარგაზე იყო საუბარი და ვინ ვარგა და რა ვარგა ამაზე არა, ჩვენთან და ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს კი მისულია საქმე იმ წერტილამდე და აქ ისევ და ისევ მხოლოდ შიდა ამბები ვერ გამოდგება ახსნათ იმისა თუ რა ხდება და რა мотиваციები აქვს. საერთაშორისო ვითარება იმ კონდიციაშია, როდესაც კი ყველა რაღაცა გადამწყვეტ ნაბიჯზე მიდის. და მაგალითად ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა მოისპოს, ის რაც რუსეთის ამოცანაა. ამ შემთხვევაში კონკრეტული გვარები და სახელები მათთვის რომ არაფერს არ ნიშნავს, ხომ ვიცით. ვინც შეასრულებს იმ საქმეს, რომ სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალოს. სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ნიშნავს ცოტა სხვა რამეს, ვიდრე ქვეყნის დაპყრობა. ქვეყანა შეიძლება დაიპყრო, მაგრამ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ერთობის ძარღვი არათუ აფრიათ იყოს წარმოდგენილი, ამიტომ გაძლიერდეს კიდეც. არა, აქ ამოცანა არის სახელმწიფოებრიობის იდეის მოსპობა. და რა არის სახელმწიფოებრიობა? კონსტიტუციით იმიტომ დავდივარ, რომ არც მე დავიწყო და არც სხვას დავავიწყო ეს ამბავი, რომ ძალიან ბევრი რამეა და პირველ რიგში ესაა ჩვენ, სიტყვა ჩვენობა და ჩვენს სიტყვას, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი ვართ ჩვენ და ჩვენ სახელმწიფოზე საუბრობ, ზოგჯერ ვკამათობთ, კრავს რა და ვინ? ანწუხელიძე და ასეთი მოვლენები. ან სხვა წარმატება სპორტში, ან ვინმე ისეთი ადამიანი, რომელმაც ჩვენ დაგვანახა, გაგვანათლა, რაღაცნაირად შევკრა, ზოგჯერ მწუხარებით, ზოგჯერ სიხარულით, ზოგჯერ თანადგომით, ზოგჯერ ერთად რაღაცის კეთების და მიღწევით. ანუ სახელმწიფოებრიობა ეს რა არის? საქართველოში უნდა დაინერგოს აზრი, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ვერ შევძლებთ ცალკე სახელმწიფოდ ყოფნას, უნდა ვიყოს ვინმეზე დამოკიდებული. რატო? იმიტომ რომ აი ასეთები ვართ. ჩვენ ხო არავინ არ გაგვიმართლა, არც ერთი პრეზიდენტი არ იმათ საკუთარი პიარისთვის ხალხს წირავდნენ, ამაშობდნენ, იმაშობდნენ. ანუ ყველაზე უფრო ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება ახლა ეს ყველაფერი და კი ახლა მიდის გამალებული ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ტერიტორიული გადანაწილება რუკებზე როდის აისახება და ვიღაცა მე რაღაცა შემოხაზავს, ეს ერთია, მაგრამ ჩვენ ვართ იმ ეპოქაში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში პირველად, ესე იგი, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა დროა, არა მარტო უკრაინის აღმოსავლეთი, ასე ვთქვათ, დავიკანონო უკანონოდ მიტაცებული, არამედ კიდე სხვა ადგილებში ჩემი ინტერესები ბოლომდე გავატარო. კი, ამასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს იმას, რომ რა ხდება. კი, ვადასტურებ, რომ გომელაურზე და ლილუაშვილზე ერთგული ადამიანი ივანიშვილს ძალიან ცოტაღა დარჩა თავის გარშემო სახელმწიფო სისტემაში. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ასე მარტივად პარტნიორებში ვინმეს ბოლომდე ენდობა.
ამ შემთხვევაში ძალოვნების ხელმძღვანელებს. მე არ ვიცი მთავარი პროკურორის თუ გენერალური პროკურორის ადგილზე მექნებოდა განცდა, რომ ჩემი დროც შესაძლოა მალე მოვიდეს და კიდე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესში ჩვენ ვნახოთ ვერზე გაწეული. ბატონ დავით, სამნიშნულოვანი მოვლენა ახსენეთ და მოგცემთ საშუალებას, რომ ამასაც გავყვეთ, მაგრამ რომ შევაშველოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და არგუმენტი. არა მარტო საქართველოსთვის უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ქვეყნის მთავარი პროკურორი არის სანქცირებული, ამ მსოფლიოს წამყვანი და ძალიან გავლენიანი სახელმწიფოს მიერ, ბრიტანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მაქვს საუბარი. იქ მარტო არ არის იქ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი და კიდე სხვები, მაგრამ მთავარი პროკურორი მაინც განსაკუთრებული მოვლენა არის. ბრიტანელები რომ ამ ქვეყანასთან, ამ რეჟიმთან უпроსორეთ ურთიერთობის დაჭერას არაპირებენ საქმიანი, ისე გასაგებია, პრობლემები, რომელიც ემუქრება კონკრეტულად გაბიტაშვილს, გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს ეს მთლიანი სისტემისთვის? რაღაცნაირად ფუნქციონირება ხო უნდა გააგრძელონ. რუსთაველზე რო გაეკიდებიან ახალგაზრდა ბიჭს თუ გოგოს, გაიკიდებიან და მოიკითხება ყველას თავისი მით უმეტეს აი ეს ციფრული უზრუნველყოფა ყველაფრის და ყველას დაფიქსირების, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი სამხილი იქნება მათი დანაშაულების მასშტაბებთან მიმართებაში თითოეული იმ ადამიანის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს და ადამიანობის ზღვარსაც გადადის, ხო? ეს ალკე თემაა, მაგრამ დასანქცირებული მთავარი პროკურორის, კაი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მდინარაძეს მიეცემა ახლა შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს, ასე თუ შევაკვდეოთ რას იძახდა, ხო, შევაკვდებითო და ისიც ძალიან მალე აღმოჩნდება კანდიდატი ისედაც არის ჩამონათვალში. აი ამ პირობებში სახელმწიფომ როგორ უნდა გააგრძელოს საერთოდ ფუნქციონირება? აი ბოლოში ბძანეთ ის სიტყვა, რითიც მე რაღაცას ცდილობდი იმ საკითხებთან დაკავშირებით თქვა. ხო, სახელმწიფო ასე გიორგი ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ამას სახელმწიფო აღარ ქვია. იმიტომ რომ ისე როგორც ადამიანები და მოქალაქეები ვართ, მოქალაქეები იმდენად, რამდენადაც ერთმანეთს ვაღიარებთ, ხო? მე ცალკე ტყეში ვირბინო და ვიძახო მოქალაქე ვარ თქო, ეგრე არ არის. მე 200-3 ადამიანმა, ხო, ჩვენ ვართ. სახელმწიფოც ხო ასეა. ანუ სახელმწიფოები ეს არის საერთაშორისო სისტემა, სადაც არიან სუბიექტები ამ ურთიერთობის და ამ სუბიექტებს შორის არის ურთიერთობის რაღაცა წესი და რიგი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იქამდე რომ მივა რომ ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს დაასანქცირებს. ხო, დასანქცირება უყურეთ, რა მხელა ამბავია. ეს ის არ არის რომ ჩემს ქვეყანაში აღარ შემოგიშვებ, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაცა შეგეშალა ჩემს ქვეყანაში, ან რა ვიცი, ჩაიდინე რამე. შენს ქვეყანაში შეგეშალა. ქვეყანაში რო შეგეშალა, ამის გამო მე მაქსიმალურ ზიანს ვგაყენებ შენ ინდივიდს, ფინანსურს, გადაადგილების თვალსაზრისით, მორალურს, პოლიტიკურს და ყველაფერს. ანუ ეს არის უმაღლესი რანგის შესაძლო რეაგირება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. მან რა ქვია პუტინმა იმ ვითარებებში, როცა ვიღაცა არ მოწონს სხვა ქვეყანაში, იმას სხვა მეთოდები აქვს. ხან ტანკს აგზავნის იქს და ხან კიდე უარეს. ცივილიზებულ სამყაროში არის ცივილიზებული მეთოდები, ანუ კანონებით გათვალისწინებული მეთოდები. ჩემი დაკვირვებით და ამას ხომაღლა არ ვიტყოდი ამ დაკვირვების მე თვითონ რომ არ მჯეროდეს, ბრიტანეთიდან კონკრეტულად უნდა ველოდოთ კიდევ სხვა მსგავს ამბებსაც, იმიტომ რომ ამ დაკვირვებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ხედავ გარკვეულ პროცესს და მანქანას, რომელიც ამუშავდა და ბრიტანელები და მზარდი დინამიკა აქვს მათ შორის პოლიტიკური და სტატუსების მიხედვითაც. ეს პოლიტიკური დინამიკას ხედავთ, ხო, დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებიდან, კიდევ უფრო ქვედა დონიდან ავიდა მთავარი პროკურორი, სპეციალური საქმეთა სამსახურის უფროსი. ეს უახლოვდება სხვა კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებსაც. მაღალს შეიძლება არა იმდენად ოფიციალური ფორმალურიც მათ შორის, შეიძლება ფორმალური. გავლენის თვალსაზრისით. ეხლა ჩვენ ვაშენებთ და ვერ ავაშენებთ სახელმწიფო, თორე ბრიტანეთი, ესე იგი, სოფლიოს არათუ აკვირდებოდა, მართავდა.
ანუ მათი ინსტრუმენტები და დაკვირვების და შესწავლის შესაძლებლობები, რომ გაარკვიონ სინამდვილეში, აგერ 5 ადამიანს ხედავთ, აქ ვინ ვართ და თუ რამე საჭიროა, ესე იგი მიშას უნდა ელაპარაკონ თუ დათოს, ან იმას აღარ უნდა ელაპარაკონ, ეს არ ეშლებათ. ამიტომ სწორი ბრძანდებით აქ ფორმალური სტატუსები ნაკლებად მნიშვნელოვანია. აქ მნიშვნელოვანია ის თუ ვინ სჩადის იმას, რაც მიუღებელია ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ბრიტანეთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროკავშირზე ხო აღარ ვლაპარაკობთ და ევროკავშირის ბრიუსელურ ბიუროკრატიაზე არა, ბრიტანეთზე ვლაპარაკობთ კონკრეტულ საკითხებზე. თან რაღა ბიუროკრატია, დავით, გაგაწყვეტნიებთ მერცის, ანუ სამთავრობო კოალიციის პოლიტიკის, ანუ შეთანხმების დოკუმენტში ფიგურირებს. საქართველოს ძალიან კონკრეტულად წერია, რომ ესენი ხა ვინც არიან, ცუდად იქცევიან ძალიან. საქართველოს ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს. და გავაკეთებთ ყველაფერს იმის, რომ საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში, რომ საქართველოს დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. მერცი, გერმანია, მაკრონი სხვათა შორის რაღაცა პირველად რო დარეკა, იმის მერე საერთოდ რო აღარ რეკავს, ეს რის ნიშანია, სიმართლე გითხრათ, რომ ბრიტანეთის შემდგომ შესაძლოა იყოს საფრანგეთი და იქნება კიდეც დიდი ალბათობა. გეტყვით ჩემს ვერსიას, რადგან ბრიტანეთს ვისაუბრეთ და კი უნდა ველოდოთ იქედან სხვა ამბებსაც და კიდევ მე არა მხოლოდ პოლიტიკური წრეების მიმართ, იმიტომ რომ აქ საუბარია რეჟიმზე, რომელიც არაპოლიტიკურებს, რომლებიც სერიოზულ როლს თამაშობენ და ამას ისინი ხედავენ. რაც შეეხება საფრანგეთს და მაკრონის როლს, მე მისი ბოლოდროინდელი შედარებით პასიურობა ძალიან პოზიტიურად მენიშნა. ვფიქრობ, რაღაც შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადება, იმიტომ რომ ცით ჩვენც და ისინიც რაც შეიძლება მეტად უნდა ვიყოთ მოტივირებული შედეგზე. ხომ მორიგი კიდევ რამე განცხადება, დეკლარაცია, სანქცია, რომელიც რაღაც რიგში ჩადგა და რაღაც შედეგს თითქოს ამ წუთში ვერ ხედავთ. აქ კიდევ ერთი ამას ჯობია რამე სხვა. ამ რამე სხვაში მაკრონის ჩართულობის ხარისხი საქართველოს ამბებში არის ძალიან მაღალი. და ის არის ერთ-ერთი ფიგურა, ვისაც შეუძლია ძალიან კონკრეტული პოლიტიკების შემუშავება, ეს ევროკავშირის დონეზე თუ საერთაშორისო დონეზე და მათ შორის არა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში. მისი მოქალაქე ივანიშვილის წინააღმდეგაც საფრანგეთის. ეს არის ერთი შეხედვით სიმბოლური, მაგრამ საჭირო მომენტში შესაძლოა არცთუნთლად სიმბოლური ფაქტორი იმისთვის თუ ვის რა როლის შესრულება შეეძლება რისთვის, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დამშვიდდეს, ახალი არჩევნების შედეგად მივიღოთ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ცივილიზაციის ჩარჩოებში, აქ არ არის საუბარი ევროკავშირზე და ცივილიზაციაზე, ანუ იმ დოკუმენტების ჩარჩოებში, რაზეც ჩვენ ერთად გვაქვს ხელი მოწერილი ბრიტანეთთან და საფრანგეთთან და გერმანიასთან და ევროკავშირამდე რაზეც გვაქვს ხელი მოწერილი, ძირითადი ამბები, პოლიტიკური უფლებები, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, ის ვითარება, რაშიც მსოფლიო დადგა ერთმხარეს და ამ დროს ამ ქვეყნის მთავრობამ სულ სხვა პოზიცია დაიკავა. ამიტომ ამ საკითხში ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ ეს შანსი, რომ წამყვანი ქვეყნების ლიდერების უშუალო ცდილობებით მივიღოთ სათანადო დახმარება. და აი თვითონ თქვენც ბრძანეთ, რომ ბრიტანეთის სანქციები ისეთ მომენტში დაიძრა, რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონია, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ეს მხოლოდ ჩემი აღქმა თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ამერიკულ სანქციებზე მეტად რაღაც თვალსაზრისით ბრიტანული სანქციები გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, როგორც კი გამოჩნდა. თუ ეს ისრა აქტიულიც ახლაც არის დამოკიდებულება, მაგრამ არ წავალ ამერიკაში, ვიზავიზო შეზღუდვები ვისაც ჰქონდა და ვივლი ევროპაში რაღაც ასეთი იმედით იყვნენ ხომ? კარგით იქ არ მექნება ბიზნესი და სხვაგან მექნება, მაგრამ აი ახლა აი შფოთი ძალიან სწრაფიც არის შედეგების თვალსაზრისით და თუ ეს უკავშირდება ეს გადაადგილებები მართლაც ამ ბრიტანულ სანქციებს და ისედაც ეტყობათ, რომ ისეთი რიხით აგდებით ვეღარ საუბრობ. თავისთავად მოგვიწია ამ სფეროშიც ჩახედვა, რად გვინდოდა, მაგრამ ესეც დაგმართეს, რომ აი სანქციების სახეები და რომელ ქვეყანაში რა პროცესია და მაგნიტსკისი არის თი განსხვავდება ამისგან და შენ მოგვიწია ჩახედვა. და კი, ბრიტანეთის სანქციები გაცილებით მკაფიო, მკაცრი, ისე თქვა, ფოკუსირებული
და მყისიერად აღქმადია. არის სხვა ტიპის სანქციებიც, მაგალითად შეერთებული შტატების მიმართულებითაც ისევ ჩემი დაკვირვებით იქ პროცესები არც ერთი დღით არ შეჩერებულა, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო, როდესაც ამერიკული სანქციების შესახებ შევიტყვეთ, ხო? თუმცა ეს ხაზინის სანქციები რაც მიიღო, ხომ, ივანიშვილისთვის ისეთი მძიმე დარტყმა რეპუტაციულს თუ არ ჩავთვლით, როგორც შენს ფინანსური თვალსაზრისით არ აღმოჩნდა მაინცა და მაინც. აქ ერთია ჩვენი აღქმა, ხო, ჩვენ რას ვთვლით, რა უფრო ვიღაცას ეთკინება თუ ეწყინება და მეორეა ადამიანების თვითგანცდა და თვითაღქმა. ანუ კეთროვანად რომ მაცხადებენ ამას თან მე ბარათის გაუქმებაც მოყვება თან თუ მხოლოდ ქვეყანაში ვერ შესვლა თუ კიდე რაღაც არ ვიცი. მაგრამ კეთროვანად გამოცხადება. რუსეთთან თანამშრომლობისთვის არის. კი ბატონო, ამიტომ სასარგებლო დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. ამიტომ ის რომ პინჩად საუბრობენ რომ არაფერიც არ ხდება, ძალიან ბევრი რამ ხდება, ზუსტად ამიტომ ის კრიტიკული მომენტი ახლოვდება ამ ქვეყანაში. ეს სახელმწიფო ცვლილებებია თუ მართლა ახალი არჩევნების თემის საიდან შემოსვლა დღის წესრიგში, რომელსაც შესაძლოა სულ არ ველით ჩვენ და იქიდან მოსვლა და ასე შემდეგ, ეს ჯამურად ამ პროცესს უკავშირდება. შეერთებული შტატების მხრიდან ახლა პოლიტიკაში პროგნოზი უმადური საქმეა, ვიცით, პრეზიდენტებთან და ლიდერებთან დაკავშირებული პროგნოზები ასევე და პრეზიდენტ ტრამპთან ვინმე სერიოზულად პროგნოზი გააკეთო, ახლა თავად უნდა იყო არასდროს პროგნოზირებადი ადამიანი. ამიტომ ახლა დაბეჭდებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შეერთებული შტატების სახელმწიფო სისტემაში შესაბამის დაწესებულებებში და უწყებებში, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ ახლადანიშნული რესპუბლიკელი ლიდერების მეშვეობით, საქართველოს თემაზე რომ მიდის მუშაობა, ეს არის ფაქტი. ამ მუშაობის ვექტორი რომ არის იგივე მიმართულების, რომ ამ ქვეყანამ გადაუხვია გზიდან, ამ ქვეყანამ ჩინეთთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკასთან შეწყდა ეს პარტნიორობა, ამ ქვეყანაში, ესე იგი, ლაპარაკობენ ოჯახურ სიწმინდეებზე და ფეხქვეშთელავენ ყველა შესაძლო სიწმინდეს, რაც კი ეროვნულ და სახელმწიფოებრივას უკავშირდება, ამ ქვეყანაში ლაპარაკობენ რაღაცეებზე, რომ სხვებთან კავშირები უნდა და სასამართლო ყავთ იმ დღეში, რა დღეში ყავთ, ამ ტიპის თემები მიუღებელია ტრამპისთვისაც და ყველა მისი რჩევლისთვისაც. ამიტომ ეს პროცესი საერთაშორისო ამბავი, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და ჩინეთთან ცივილიზებული სამყაროს პოზიციონირების ცვლილებაზე, მაგრამ არა ქართული ოცნების სასარგებლო ცვლილებებზე, ამან შესაძლოა ჩვენ ძალიან სწრაფად დაგვანახოს შედეგები ივანიშვილის კარზეც. და აი აქ გამიჩნდა კითხვა, ჩვენ მეგონი ფინალში ვართ ბატონ დავითთან საუბრის თვალსაზრისით, ვიდრე გიგი უგულავა შემოგვერდება. კობახიძის იმედად ვტოვებს და თვითონაც ისე იწევა სიღრმეში, რომ კობახიძეს აძლევს მთელ კარტ ბლანშს, თვითონ მას არაფერი ემუქრება, როგორ ფიქრობთ თქვენ? ახლა ამ ეტაპისთვის თითქოს ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რომ ერთ ძალას მისცეს ხელში ივანიშვილმა აი ყველაფერი თავისი ძალოვანების ჩათვლით. აი აქ რა პროგნოზი გაქვთ, რა ხან პროგნოზები ტრამპთან დაკავშირებით გააკეთეთ, წესით კობახიძეც არ გააკეთებთ. იცით, მოდი ერთი წუთით დავუშვათ, რომ ყველა ჩვენი დაშვება ჭეშმარიტებასთან ახლოსაა. დაშვებები იმის თაობაზე, რას უწევს ანგარიშის ხელისუფლება, ვისთან პარტნიორობით შრომობს და ასე შემდეგ. თუმცა რაღაცები შეიძლება თვალთაწერა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ მას ვინც დღევანდელ ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს საზღვრავს. იქიდან რეკვით თუ აქ ემისრებით თუ არ ვიცი რა საშუალებებით. მათთვის რა არის მნიშვნელოვანი? რომელიმე პიროვნება თუ ის რომ შეინარჩუნა? ესე აქ მოვდივართ. ივანიშვილისთვის ეს თამაშები, რომ თვითონვე შექმნას რაღაც ახალი სხვა პარტია ან ვიღაცასთან ასე დაალაგოს, გადაალაგოს, დააბალანსოს შიდა ურთიერთობები და შემდეგ, ეს მაშინ არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, როდესაც თვითონ არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე, თვითონ არის მთავარი მოთამაშე. თუ დავუშვებთ, რომ მან დაინახა, რომ უკვე საფრთხე ყველა მხრიდან იმხელა გაიზარდა, ყველა მხრიდან. ანუ ევროპის მას არასოდეს არ ეშინოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ევროპა
და ევროპული ბიუროკრატიულია, კი ხო, ახლა აბა მოდი ახლა და ეს ჩავიდინოთ ასე ვქნათ, არა. ამასობაში იცოდა რომ პუტინი არაფერს არ უყურებს, თუ ინტერესი მისი კარნახობს ეს ასე უნდა გააკეთოს, ვიღაცას უნდა მიაწვეს თუ ვიღაცას უნდა ხელი შეუწყოს, ამას გააკეთებს 2 წუთში, ამიტომ პრობლემა არ არის. ახლა ესე იგი ამერიკაში დაინახა რომ მოვიდა ადამიანი რომელსაც შეიძლება პუტინზე უფრო სწრაფად რაღაცა გადაწყვიტოს და ამან მისი ყველაფერი დაანგრიოს. და გაქცევა გადაწყვიტა? გაცლა ამ ყველაფერს. იცით მე ამას არ ვამბობ როგორც ფაქტს, როგორც მაგრამ როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, იცით რითი გავაკეთოთ ანალიზი? რა სტანდარტები მიუყენოთ მათ ქმედებებს? რა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება, კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება, სამთავრო სახელმწიფო პროგრამები, რაღაცა ადამიანის უფლება და მაღალი დაცვა. თუ რა? ეს არის საძალაუფლებო თემატიკა და საძალაუფლებო თემატიკაში მე ხო ეს ფაქტორები გაცილებით დიდი მნიშვნელოვანია ვიდრე რამე სხვა. ამიტომ იმ შესაძლო ვითარებაში, როდესაც ესე იგი ვიღაცას უნდა შეატოვოს აქაურობა და ის ვიღაცა მე თავს წააგებს თუ ასე იქნება თუ ისე იქნება და ის ვიღაცა მისაღებია დღევანდელი პატრონისთვის, კრემლისთვის პირდაპირ თქო? მაშინ რატომაც არა. მაშინ რატო არ უნდა ჩაიდინო ასეთი ამბები? ხო, ეს არის ერთი შესაძლო ახსნა. გასულია პირდაპირ ხაზზე რუსეთთან, სხვა შორის მას ესეთი გზავნილები აქვს პირდაპირ რუსულ. პირდაპირ 9 აპრილის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმაც კი არჩევს არ აღვლაპარაკობ. სიტყვა რუსეთი რომ ვერ ახსენა. აი რასთან შეიძლება გქონდეს საქმე თუ არა ამასთან. იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ან ხო შემთხვევით 7 და 8 განცხადებაში ასე იყო შეუძლებელია, ვინმე PR კონსულტანტმა ურჩიათ რომ ეს ახლა ასე ჯობია, ეს შეუძლებელია. ასეთი რჩევების გათვალისწინება. პირდაპირ დავალება მოვიდა. ეს არის ესე იგი დავალება კიდე უფრო მაღლა. ანუ იმ ურთიერთობაში შესვლის გამო უკვე ამის შეუძლებლობა. იცით, შეიძლება რამე აღარ დამავალოთ, მაგრამ ისეთ ურთიერთობაში ვიყო შემოსული, რომ ის ურთიერთობა თავად განაპირობებს მე ჩემს ლექსიკასაც, ტერმინებსაც, ქცევასაც და შემდეგ. ამ დონის ურთიერთობებშია შესული, რომ უკვე ამ სიტყვის ხსენება შეუძლებელია. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა რეალობა, რომელშიც გასაღებით შესაძლოა აქ იყოს იმ ფაქტორების გამო, რაზეც აღარ ვისაუბრეთ.